საღამო მშვიდობისა, მე მაგაცინცაძე ვარ, თქვენ უყურებთ პირველ არხს და ჩვენს გუნდთან ერთად აქტუალურ თემას წარმოგიდგენთ. 26 მაისს რადიკალიზაციის მომხრე ვარ მიმაჩნია, რომ უნდა მოხდეს შენობების პიკეტირება, ხელისუფლების პარალიზება, მათ ვერანაირი ნაბიჯი ვერ უნდა გადადგან და დარჩნენ ქართველი ხალხის პირისპირ. სხვას ვერ მოვუწოდებთ მსხვერპლად იქცეს, მაგრამ ვისაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ბედი წყდება, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, ამბობს ოპოზიციონერი გედევან ფოფხაძე. ვინ როგორ გაიგო მისი მოწოდება, პოლიტიკური პროცესები გამოაჩენს, თუმცა მანამდე ქუჩის პროტესტის კიდევ ერთი მისამართი კვლავ საქალაქო სასამართლო, სადაც გირაოს გადახდაზე უარის გამო ოპოზიციონერ ზურა გირჯაფარიძეს ახღვეთის ღონისძიება პატიმრობით შეეცვალა. ციხეში ჯდომას, ქუჩაში დგომას ამჯობინებენ ლელოს ლიდერები. ასეთია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის სტრატეგიაც. ოპოზიციის შეუთანხმებელი პოზიციები, ერთობა თუ პარტიული მიზნები თვითმმართველობის არჩევნებამდე 4 თვით ადრე დაპირისპირება კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმის პარალელურად ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს პაატა ბურჭულაძეც, რომელიც სექტემბერში არჩევნების ჩატარებას ტელეფონით გეგმავს. ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი ალტერნატიული პროცესი, რომელიც უნდა მოიცავდეს პლებისციტს თუ სახალხო აზრის უზრუნველყოფას. მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადებას ადასტურებენ გახარიას პარტიაშიც. მართლ გუნდში კი დარწმუნებლები არიან, რომ საარჩევნო ბიულეტენებზე ლელოსაც ვიხილავთ. სად არის ამ დროს პირველი ლეიბორისტი, რომლის ოფისის უკანა ეზოც ერთ დროს ოპოზიციის მთავარი თავშეყრის ადგილი და პოზიციების გაზიარების ადგილი იყო. რას ფიქრობს შალვა ნათელაშვილი და აპირებს თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას? როგორია მშრომელების სტრატეგია და პოლიტიკა ოპოზიციური ერთობის თაობაზე? შალვა ნათელაშვილი უპასუხებს აქტუალურ შეკითხვებს. ბატონო შალვა, საღამო მშვიდობისა. ძალიან დიდი მადლობა, რომ საღამო მშვიდობის, მოხარული ვარ აი ასეთ შესანიშნავ სტუდიაში. მოსვლის ძალიან საინტერესო არქიტექტურა, ევროპული სტილის. სახელმწიფო კურსიც რო იყოს ასეთი კარგი იქნებოდა და რა თქმა უნდა მე როგორც ძველი პირველ არხელი 40 წლის წინანდელი 35-ის აღარც მახსოვს ვისურვებდი წინსვლას თქვენი კოლექტივის თქვენი ტელევიზიის ვისურვებდი რომ ის ნამდვილად საზოგადოებრივი იყოს და არ იყოს ბიძინა ვიზია და არ აშუქებდეს ოლიგარქის ახალ ამბებს და გულის ფიქრებს არ ხდებოდა თქვენი მადლობელი ვარ ძალიან პირადად დღევანდელ ბატონო შალვა უნდა შეგეკამათოთ ამ ნაწილში არ უნდა ხდებოდეს პირველი არხი ნამდვილად არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა თქმა უნდა აშუქებს ყველა აქტივობას ვისი აქტივობაც არ უნდა იყოს მთავარი ეს მაგ ახლა სწორად გამიგეთ მე თუმცა ამაზე სასაუბრო და საკამათოდ დღეს ნამდვილად არ არის თავარი საკითხია როცა ჯეფერსონს კითხეს დიდ ჯეფერსონს რას აირჩევდი კონდეს სახელმწიფო თუ კონდეს დამოუკიდებელი პრესაო ჯეფერსონმა რა უპასუხა დამოუკიდებელი პრესასო იმიტომ რომ სახელმწიფო არ არსებობს დამოუკიდებელი მასმედიის გარეშე. თუ მასმედია გაკონტროლებულია ხელისუფლებიდან რეჟიმიდან, იქ არც სამართალია, არც სამართლიანობა, არც დემოკრატია, არც ობიექტურობა და არაფერი. ამიტომ, როდესაც საზოგადოებრივი ქვია ტელი არხს, ეგ ნიშნავს იმას, რომ 101 მილიონი, რაც გამოიყოფა ბიუჯეტიდან, ყოველი მოქალაქის ნაშრომიდან და ჯიბიდან ამ ტელევიზიის შენახვაზე, უნდა ხმარდებოდეს დემოკრატიას, თავისუფალ სიტყვას და თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, აი აქ თანამშრომლებს და არა ვასიკო მაღლეფელიძეს კონდეს 16250 ლარი ხელფასი და ბორდის წევრებს 10000 ოფიციალური მონაცემია და მე იმ ბორდში ისეთი ხალხი აღარ მინდა გვარები ჩამოწოლო რომ გამოჩენაც არ შეიძლება მათი გარეთ დღეს აქ თქვენ მოგიწვიეთ იმისთვის რომ ვისაუბროთ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე დღეს რომ მომიწვიეთ მე თქვენი მადლობელი ვარ ძალიან მაგრამ როდესაც ტელევიზიაში მაბატიეთ ორხმაში ვაპარაკობ და არ გამოხასე უნდა გითხოთ იმის გათვალისწინებ ქრონომეტრაჟი გვაქვს დამამთავრებინეთ ჩემი მონოლოგი ასე თქვა შესავალი როდესაც 3500 ჯერ მოიწვევთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და წელიწადში ორჯერ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს რომელმაც დაიწყო აი ეს პროცესი სანქცირების პროცესი რაც მოახერხებს ივანიშვილის რეჟიმს რა თქმა უნდა აქ დემოკრატიაზე საუბარი აქტიურეთ ბატონო შალვა და უფრო ხშირად მოგიწვევთ ჩვენ არ ვაქტიურობთ აქტივობები რაც არის ფაქტი არის გასაბარაკო დაბადების დღეს მიტინგებზე აღნიშნავა ახალწელს იქ შევხვდი აღდგომას იქ შევხვდი ხალხთან დაბადების დღე აღნიშნეთ აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილი 28 ჯერ დააჯერიმეს ჩვენი პარტიის არიეგარდია იქ თავარი დამკეტავიდან თავარი აღნიშნეთ აქციაზე ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს რა პროცესი მიდის ოპოზიციაში თქვენ ამბობთ რომ ზოგადად როდესაც აქციებზე არის საუბარი აქციებს აქვს თავისი დინამიკა ოპოზიციაში რა მოცემულობა არის დღეს ვუყურებთ ერთის მხრივ რომ ოპოზიციის ნაწილი არის შეკრებილი სალომე
ზურაბიშვილის გარშემო და წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობენ. ნაწილი ასევე ალტერნატიული წერტილი თუ შეიძლება ასე თქვას გაჩნდა პაატა ბურჭულაძის გარშემო, რომელიც სხვათა შორის სექტემბერში აპირებს არჩევნების ჩატარებას ტელეფონით. სად არის ამ დროს ლეიბორისტული პარტია? რატომ ვერ ხედავთ ვერც სალომე ზურაბიშვილთან და ვერც პაატა ბურჭულაძესთან? ლეიბორისტული პარტია არის ხალხთან, პარტია არის საქართველოსთან და მის ტკივილებს იზიარებს 30 წელია კუბში ხანდახან. ყველა პრობლემა, ყველა ტკივილი, რაც გადაიტანა ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ქვეყანამ, ბევრწილად გადაწყდა ლეიბორისტული პარტიის ზურგზე და ვფიქრობ, რომ ეს მისია გვაქვს ჩვენ და ამ მისიისათვის მადლობელი ვართ უფლის, ერის და ბერის, რომ აი ეს საპატიო მოვალეობა დაგვეკისრა, რომ ვახმოვანებდეთ ხალხის ხმას, არ დავრბოდეთ კოალიციიდან კოალიციაში, ბლოკიდან ბლოკში, ლიდერიდან ლიდერთან, ოლიგარქიდან ოლიგარქთან და იყოს ქვეყანაში პოლიტიკური გონი პარტიის სახით. ქვეყანას ისე სჭირდება პოლიტიკური პარტია დამოუკიდებელი, რომელიც სირაქლემასავით არ ყოფს თავს ხანიკ და ხანიკ, როგორც სჭირდება პარლამენტი, როგორც სჭირდება მუზეუმი, უნივერსიტეტი, როგორც სჭირდება საარჩევნო სისტემა, როგორც სჭირდება კულტურის სამინისტრო, როგორც სჭირდება ძალოვანი სტრუქტურები, პოლიტიკური ჯანსაღი პარტიის გარეშე აუცილებლად პოლიტიკურ მოედანზე შემოვლენ მამაცაშვილები, კალაძეები, ივანიშვილები და მთელი ეს ბანდა, ვისაც ზურაბიშვილთან მაგალითად არ იყოს ან თუნდაც იგივე პაატა ბურჭულაძის გარშემო თუ კი ვინმე გაერთიანდება, თუ კი ასეთი მოხდება. არ გეგმოთ თუ შემოთავაზება არ იყო მათი მხრიდან, თუ თქვენი მხრიდან იქნა უარი ნათქვამი, რა პროცესი იყო? ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ბატონ პატას, გვაქვს მასთან, ასე ვთქვათ, აზრთა ურთიერთგაცვლა, მაგრამ რაც შეეხება ამ ფორმატებს, თქვენ ახლა აქ შემთხვევით არ აღნიშნეთ და სწორად მიუთითეთ ფანჩატურად წოდებული, აი ეს უდიდესი პარტიული ფორმატი, რომელმაც ეს ხელისუფლება 4 წლის წინ ჩამოშლამდე მიიყვანა, რომ არ ყოფილიყო ის ცნობილი პარლამენტში შევარდნა შარმიშელის დეკლარაციაზე ხელმოწერა და ფაქტიურად აწყობილი საქმე აყვანილი უკვე პიკზე ჩამოიშალა და აი ახლა გახდა ქვეყნის და მსოფლიოს სატკივარი აი ამ ჯოჯოს მოცილება, რასაც თქვენ მაშინ განაცხადეთ, რომ ფანჩატური მზად არის უკან მიიღოს ძენი და ასულნის შეცდენილნი. ვინ შეაცდინა მაშინ ოპოზიციის წარმომადგენლები მაშინ ასე კითხავთ და დღეს თუ არის ძალაში თქვენი აი ეს ძველი შეთავაზება? ეხლა რაშია საქმე, მაგრამ მაშინდელი ეს ფორმატი იყო მთავარი ბერკეტი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ეს იყო საშუალება, რამაც მიწისძვრა გამოიწვია 9-ბალიანი ოლიგარქის ფეხებ ქვეშ და სისტემაში. რადგან არ იყო ქუჩის სტიქია დაძრული, ისი აქტიურად როგორც ახლა, საჭირო იყო საქართველოს დაბრუნება საერთაშორისო რადარებზე, საიდანაც ჩამოხსნილი ვიყავით და აი ამ მრავალპარტიულმა ფორმატმა, რომელიც არც ბლოკი იყო, არც კოალიცია, არც საერთოსიები, ეს იყო მართლა უანგარო თანამშრომლობა მომავლისათვის და რა იმისათვის სიაში მე რომ ადგილზე ვიქნები. ეს არ იყო რაღაცა გაერთიანება, ყველა პარტია იყო იქ დამოუკიდებელი. აი ეს განასხვავებს იმ ფორმატს ყველა შემდგომი ინტეგრალური გაერთიანებებისგან. ამიტომ მაგრამ გამართლა მაშინ ამბების გაერთიანება. მაშინ ეს ფორმატი იყო, რომელმაც შეაზანზარა სისტემა. მაგრამ ეხლა, როდესაც დაიწყო სახალხო მოძრაობა, რითაც აღფრთოვანებულია მთელი მსოფლიო და მთელი კონგრესი ამერიკის და სენატი და ლორდთა პალატა ლაბარაკობს ჩვენი ხალხის გაუტეხლობაზე, რომ აი ამდენი თვია ყოველ დღე დგანან წვიმაში, თოვლში, ქარში, პოლიტპატიმრების, ცემის, რტყმევის, ამ თავპირის დამტროვის, დარბევის, ტყვიების როლის ფონზე მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული. ეხლა უკვე პარტიები ავტომატურად გახდნენ აი ამ პროცესის შემადგენელი ორგანული ნაწილი, მაგრამ არა რაღაცა მოლიდერო ყოჩი ელემენტები, რომლებიც წარმართავენ მასას. პირიქით, აი ეს დიდი მოძრაობა, ტალღა, სახალხო თვითონ წარმართავს პოლიტიკურ გონსაც და რაც მთავარია, აი ამ მოძრაობამ ქუჩაში, აი ამ ჩვენი გოგო-ბიჭების, ჩვენი ვარსკვლავი შვილების და შვილიშვილების თავ განწირო, მაბადე დავამთავრებ, მაგრამ თავარ ამეს ვამბობ. აი ამ პროცესმა ის
სტრატეგია, რომელსაც ლეიბორისტული პარტია 12 წლის მანძილზე მთელ სოფლიოში აწვებოდა, ავითარებდა პირველ რიგში ვაშინგტონში, რომ ივანიშვილის სანქციების გარეშე ჩვენ ვერ მოვიცილებთ, მაშინ მეორე გზა არის სამოქალაქო ომი, რისგანაც ღმერთმა დაგვიფაროს. სანქციების გზით მისი მოხრჩობა და მისი რეჟიმის მოცილება იყო სავსებით რეალური, თავიდან ამას შეხედეს არასერიოზულად, შიგნითაც და გარეთაც, მერე ცოტა დაფიქრდნენ და დღეს უკვე თავარი პოლიტიკური სტრატეგია ლეიბორისტული პარტია იყო სანქცირება ეს არის ჩვენი გზა, რომელიც ავირჩიეთ, რომლისთვისაც ვიბრძოლეთ, ამისათვის მე დავიცანი პირადად 170 კონგრესმენი და სენატორი გვახსოვს ბატონო შალვა, თქვენი ხარით ერთ-ერთი პირველი, რომელიც ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობდა. დღეს ოპოზიციის ერთობის მნიშვნელობაზე ვინც საუბრობდა, ერთ-ერთი პირველი იყავით თქვენ წლების განმავლობაში, თქვენი თუნდაც პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით. დღეს როგორ ხედავთ აი ამ პროცესებს? ეს მაინტერესებს და რატომ ვერ გხედავთ, როდესაც ერთობაზე არის საუბარი, როდესაც ამხელა აქცენტს აკეთებდით წლების განმავლობაში ოპოზიციური ერთობის მნიშვნელობაზე და გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ შორის კონკრეტულ მიზნამდე მიღწევის გზად სწორედ ამ ასე ხედავდით. დღეს რატომ არ ხართ არც სალომე ზურაბიშვილთან და არც პაატა ბურჭულაძესთან? აი ეს მაინტერესებს. ანუ აზრთა სხვადასხვაობა არის მნიშვნელოვანი საკითხებთან დაკავშირებით, თანხwebdriver რაში ვერ რა იყო წყალგამყოფი. თუ იმ ადამიანებს აღარ ენდობით, რომლებიც მაშინ შეგვიძლია პარლამენტში. მოქმედების სტრატეგიას პოლიტიკოსი კი ვერ ქმნის, ცხოვრება კარნახობს და პროცესები რაც დუხს საზოგადოებაში. მაშინ როცა ეს საჭირო იყო, მრავალპარტიული ფორმატი. ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ეხლა აღარ ვთვლის საჭიროთ, რომ აი ამ მრავალპარტიული შეკრებებით მივახციოთ მიზანს, რადგანაც მიზანი ისედაც მიღწეული იქნება და მთელი მსოფლიოს დემოკრატიული პრესი ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პარიზიდან, ბრიუსელიდან ჩვენი ხალხის პროტესტის ფონზე ლეიბორისტული პარტიისგან დაწყებული სასანქციო პოლიტიკით ხელისუფლებას ძალიან მალე მოახერხებს და იქნება ხელისუფლების შეცვლის რეალობა. ზეწოლის ფონზე დაინიშნება ახალი არჩევნები? როგორ? გარედან ზეწოლის ფონზე და რა თქმა უნდა, შინაგანი ზეწოლა, რა თქმა უნდა, გარედან ზეწოლა არ იქნებოდა. არ ყოფილიყო შინაგანი აი ეს დიდი მოძრაობა. მზად ხართ ახალი არჩევნებისთვის და თვითმმართველობის არჩევნებში თუ იღებთ მონაწილეობას? არა, თვითმმართველობის არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, როცა ივანიშვილის ხსენება არ იქნება პოლიტიკურ არენაზე. რეჟიმი ჩამოიშლება, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, საარჩევნო კომისია შეიცვლება, ის საღებავ-მისხმული კომისიის თავმჯდომარე როზისიკა და შეიარაღებული საარჩევნო კომისია ყავს, ხალხო, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. სოფლიოში შეიარაღებული საარჩევნო კომისიები არ არსებობს საქართველოს გარდა. რა დონეზე მივედი და აბერცი დამისახელეთ, მაგა ან რომელიმე ჩვენმა მაყურებელმა ამერიკას ყავს ცენტრალური საარჩევნო კომისია? არ არსებობს. გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არსებობს. საფრანგეთის გამორიცხულია სამაგეროდ არის საქართველოში, ყირგიზეთში, მოსკოვში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში. საარჩევნო კომისია ცენტრალური სახით უნდა სამუდამოდ გაუქმდეს, არჩევნების წინ უნდა შეიქმნას ცენტრალური და ადგილობრივი კომისიები, იქ დაკომპლექტდეს თანასწორუფლებიანი საწყისებით ყველა პარტიისაგან, ყავდეთ თავიანთი აპარატი, ჩაატარონ არჩევნები და წავიდნენ სახლში. აბა ეხლა 100 მილიონს იმათ უხდით საარჩევნო კომისიას იმისაც რომ იარაღები იყიდონ, მანქანები მოიმსახუროთ, 9 თანაშემწე ყავდეთ, პირველი სართული ცესკოში გაავსონ ფრანგული კონიაკებით, ეს რეალობა რასაც გეუბნებით. აი ამისათვის ჩვენი ხალხის ფულიდან ვინახავთ აი ამ ბიუროკრატებს და ჩვენი ხალხი ამისათვის იძულებულია წავიდეს ქვეყნიდან. თქვენი პოზიციის მოსმენა მინდა უფრო მეტი სიცხადით რომ გაიგოს ჩვენმა მაყურებელმა, თქვენმა მომრჩეველმა. საინტერესო არის როგორ ხედავთ პროცესებს, რამდენად აქვს ოპოზიციას დღეს რესურსი იმის რომ ახალი არჩევნების ჩატარების პირობებში მიიღოს განსხვავებული შედეგები. სალომე ზურაბიშვილის როლს როგორ ხედავთ ოპოზიციურ სპექტრში, მის რესურსს რამდენად როგორ აფასებთ და როგორ ხედავთ და პაატა ბურჭულაძეს თავისთავად. და რატომ არის გამორიცხული, რომ სწორედ თქვენ იყოთ ერთ-ერთი ინიციატორი და თქვენს გარშემო შემოიკრიბოთ ოპოზიცია? საერთოდ ჩვენ ქვეყანაში უნდა ავაშენოთ პარტიული სისტემები. და არა არჩევნების წინ შექმნილი ბლოკებისა და კოალიციების იმედზე ვიყოთ, რომლებიც შეხვდებიან, ივაჭრებენ, სიებში ადგილებს გაიყოფენ, პარლამენტში შევლენ, მერე ქვეყანას გაიყოფენ, საკუთარი გამოცდილებით საუბრობთ და ისევ ახალ როგორ? საკუთარი გამოცდილებით. საკუთარი გამოცდილებით. ლეიბორისტული პარტია ერთადერთი პარტია საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ვინმესთან პარტიულ ბლოკში და კოალიციაში.
30 წელია. თუმცა ერთობის საარჩევნო ბიულეტენში წერია ლეიბორისტული პარტია და არავითარი ვაჭრობა ქვეყნის ბედით. რამ შეცვალა ეს მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება ოპოზიციური ერთობის კონტექსტში? რატოა შეცვლილი ის ფანჩატური არ იყო ბლოკი საარჩევნო? ბლოკი არ იყო გასაგებია, მაგრამ კონკრეტულ საკითხებთან მისაღწევის საშუალება, მაგრამ რომ ივანიშვილი ჩამოგვემხო. და დღეს რატომ გამოიცხა თქვა აი ალტერნატიული წერტილის შექმნა ლეიბორისტულ პარტიაში? მაგრამ იმ დროს ვერ მოახერხეთ საერთაშორისო სოლიდარობის იმ მასშტაბზე აწევა, რაც დღეს არის. შესაბამისად, რატომ ვერ ვინგიშლიდათ ხელს? გეტყვით, ვინგიშლიდა ხელს პირველ რიგში ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობა. ის გვიშლის ხელს, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკაში მოსულია ისე, რომ არ აქვს გაცნობიერებული თავისი პასუხისგებლობა. და ელოდება მიცდებას იმისგან და აღარ მინდა ვთქვა რომ ახლა ვაჭრობას და კიდევ სხვა რაღაცებს. და რაც თავარია გარედან არ იყო მხარდაჭერა ასეთი. იგივე ვაშინგტონმა მაშინ მხარი დაუჭირა ხელისუფლებას და ბრიუსელმაც შარლ მიშელის სახით ხელისუფლებას უმღერა ჰანგი და მოაწერინა ხელი ოპოზიციურ პარტიებს, ასე ვთქვათ, პარლამენტში შესვლაზე და ერთ თვეში უკვე ჩამოდიოდა თბილისში ბლინკენი, სახელმწიფო მდივანი და დაინიშნებოდა ახალი არჩევნები. რო არ ეჩქარად თქვენ 2024 წლის 8 ოქტომბერს გაქვთ ასეთი რამ ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილი ვითომ ოპოზიციურ დაჯგუფებასთან координაციით ამზადებს ფარულ სახელმწიფო გადატრიალებას. დღეს რა დამოკიდებულება გაქვთ, როგორ ფიქრობთ? შეიცვალა თუ არა თქვენი პოზიცია? მოდი პირდაპირ ვთქვა, სალომე ზურაბიშვილიც ეს ფეხბურთელი რო ეხლა რაგვარია ეგაც კიდევ ვინ იყო ბატონი მარგველაშვილიც პატივსცემ მის ოჯახს განსაკუთრებით მარგველაშვილის მეზობლები ვარ დუშეთში. ყველა აიღო და დასვა ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა იყიდა სახელმწიფო, მოახდინა პრივატიზაცია ხელისუფლების ყველა შტოსი აბსოლუტურად. აი ამ სალომე ზურაბიშვილს თქვენ როგორც ოპოზიციონერი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ მეიჩნევთ? სალომე ზურაბიშვილს იმის გათვალისწინებით რომ ოპოზიციის ნაწილი ასე პრეზიდენტად მიიჩნევენ ჩვენი მოკავშირეები. თქვენ? მათ შორის შეერთებულ შტატებში, მათ შორის ევროპაში და მიმაჩნია რომ ამ ეტაპზე სალომე ზურაბიშვილის და საქართველოს ინტერესი ერთმანეთს დაემთხვა. სხვა შემთხვევებში სალომეს და მისი ოჯახის ინტერესები იყო მთავარი სალომესთვის. ეხლა უკვე ამ ქალბატონის ინტერესი რომ შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, ну თუნდაც საერთაშორისო არენაზე შეხვედრების დროს საქართველოს ინტერესებშია. აბა ეხლა ჩვენ რო ვაღიაროთ ეს ბატონი პრეზიდენტად ნიშნავს იმას, რომ უნდა პარლამენტში შევიდეს ოპოზიცია და დავამთავროთ ყველაფერი. რატომ ხართ შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში? რატომ ხართ წინააღმდეგი რომ მიიღოს ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და შევიდეს პარლამენტში? არ ფიქრობთ რომ უფრო მეტი ბერკეტი ექნებათ ხელში მაგალითად ოპოზიციის? რა ბერკეტი ექნება ხალხო? არ გადამრიოთ. ეხლა რომ ადგილობრივ არჩევნებში რომელიმე ოპოზიციური პარტია შევიდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ უთეთრებენ არჩევნებს, საპარლამენტო არჩევნებს. მთელი ეს სასანქციო პროცესი რაც მიდის ვაშინგტონში, ბრიუსელში თვითმმართველობის არჩევნებს დაუფერულდება. თვითმმართველობის არჩევნებით, აბა ამათი დანიშნული არჩევნებით ამბობთ რომ უნდა მიიღოს ყაველაშვილის გამოცემული ბრძანებით, კობახიძის ვიზირებით, იმ საღებავშესრული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამადობით მიდიხარ არჩევნებში, როდესაც მთელი ძალოვანი სტრუქტურები, უშიშროება ჯარი, პოლიცია, პროკურატურა, გამგებლები, პრეფექტურები, მერიის თანამშრომლები, ხელისუფლების ოპრიჩნინად არის ქცეული. ახალი არჩევნების შემთხვევაში უნდა მიიღონ მონაწილეობა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და თქვენ თუ ხელისუფლება უნდა ჩამოიშალოს, ხელისუფლება უნდა იქნას მოგუდული ფინანსურად და სანქციების გზით, ამაზე უმუშაობთ ჩვენ ყოველ დღე და როდესაც ხელისუფლება აი ეს რეჟიმი არ იქნება, ისეთი თავისუფალი არჩევნები ჩატარდება საქართველოში, როგორც ევროპას არ უნახავს, რადგან ჩვენი ხალხი იმ დონისა თავისი შეგნებით, ინტელექტით, პასუხისგებლობით, რომ არავის სტოლს არ დაუდევს, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ, ჩვენთან ხო არჩევნები არ ტარდება, ჩვენთან მოდის შეხვედრა საარჩევნო კომისიებში, რომ აი ახლა ამას დაუწერ ამდენ პროცენტს, იმას დაუწერ იმდენ პროცენტს, ნათელაშვილს დაუწერ 1%-ს, ეს ივანიშვილის საოცნებო პროცენტი იყო და ეს არის 2022 წელს 1%-ით შეხვედით პარლამენტში, თქვენ იყავით მხოლოდ წარმოდგენილი. როდის? 2022 წელი იყო, თუ სწორად მახსოვს, 1%-ით შეხვედით პარლამენტში თქვენ. პარლამენტში შევედით, მაგრამ არ შევედით პარლამენტში და ამის გამო დასაჯეს პარტია, წაგვართვეს საბიუჯეტო დაფინანსება, სარეკლამო უფლება და 4 წელია 10-ში გადაწყვეტეთ, როგორც მახსოვს, 10 თებერვალს რომ შესულიყავით პარლამენტში და 15-ში გაგიუქმდათ. ეს 2 წლის შემდგომ, როცა პარტიები შევიდნენ, როდესაც უკვე ჩაიარა ყველაფერმა, მაშინ გამოაცხადა, რომ შემოვალ პარლამენტში, მინდოდა სიტყვით გამოსვლა. მინდოდა სიტყვით გამოსვლა და თავზე დამეფარებინა ყველასთვის, რასაც იმსახურებდნენ, მათ შორის იმ ოპოზიციისთვის, რომელიც იქ შეიპარა.
და შემდგომ განცხადების დაწერა კიდე მე-13. გავდივარ პარლამენტიდან. მაგრამ ამის საშუალება არ მომცეს, სიტყვის თქმის უფლებაც არ მომცეს და შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება გარიცხვაზე. არ და ორი განცხადება მქონდა დაწერილი პარლამენტიდან გასვლაზე, რაც არ დააკმაყოფილეს, მაგრამ როდესაც გაიმაგრეს უკვე სიტუაცია და ეს ოპოზიცია შეიტყვეს პარლამენტში, ვინ შეიტყვა და ჩემი განცხადებით კი აღარ გამიშვეს. იგივე ფაქტობრივად არ არსაუბრა. ანუ გაისწორა ბიძინამ თავისი აკაზა. ვინ შეიტყვა და როგორ შეიტყვა? იცინის ის, ვინც ბოლოს იცინისო. ბიძინა, ხო გითხარი რომ სანქციებით მოგახჭობდი, ის რა განცხადებების გესმის კონგრესიდან, ლონდონიდან, ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან, ყველაფერი არის ლეიბორისტული პარტიის საძირკველ ჩაყრილი. ისიც გითხარი ღმერთმა ფიზიკურად გაცოცხლოს დიდხანს, ისიც გითხარი რომ შენ პოლიტიკურ საფლავზე მე დავდგავ ქვას და ის ქვა ითლება ეხლა. ბატონო შალვა. საინტერესო არის თქვა რას აპირებთ, რა თუ კი მაშინ 22 წელს ფიქრობდით 2022 წელს, როდესაც შეხვედით პარლამენტში, რომ საკანონმდებლო ორგანოდან პარლამენტში რო არ შევიდე, ამიტომ ნახეთ გარიცხვა გამიფორმეს და პარტია დაასანქციეს. მეტი სიცხადისთვის, იმისთვის რომ გაგეკეთებინათ განცხადებები მიგემართათ, უფრო მეტად ერთი საათი ვაპირებდი ტრიბუნის დაკავებას, არ შეიძლებოდა? კი ბატონო, თუნდაც ერთი საათი გამოსკეთებით, ანუ მექანიზმი და ბერკეტი როგორც ასეთი, ეს თქვენს ხელში გინდოდათ მოგექციათ იმისთვის რომ გამოგეყენებინათ სათქვენოდ, ხომ? სასიკეთოდ იმისთვის თქვენი ხმა გაიგო უფრო მეც. რატომ არ შეიძლება სწორედ ამას გეკითხებით, რატომ არ შემდეგ მაშინ რატომ ამხელა გამოცდილების ხავდით ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს გამოცდილების ჟურნალისტი ხართ, მაგა და რა თქმა უნდა კარგად გესმით, რომ როდესაც მთელი მსოფლიო არ აღიარებს ლეგიტიმაციას ამ ხელისუფლების, როცა მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ გარდა იმისა ლუკაშენკოს და პუტინის რომ წადით, ჩაატარეთ ახალი არჩევნები, არ გაღიარებთ, არ გცნობთ. ვინ მთელი მსოფლიო? ამერიკის კონგრესი, ამერიკის სენატი, ბრიუსელი. რას ლაპარაკობ, მაგრამ ამერიკის კონგრესს ჰიტლერის წინააღმდეგ არ მიუღია სპეციალური კანონი. კადაფის წინააღმდეგ არ მიუღია, ჰუსეინის წინააღმდეგ არ მიუღია და იღებენ სპეციალურ კანონს მეგობრობის აქტი. რომელიც თავიდან ბოლომდე ივანიშვილის რეჟიმის პარალიზაციას ითვალისწინებს და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას, თავისუფალ ვაჭრობას და სხვადასხვა. არ მომხდარა მსოფლიო პრაქტიკაში, მსოფლიო პრაქტიკაში არ ყოფილა სპეციალური კანონი დიქტატორების წინააღმდეგ. ამას აკეთებენ ივანიშვილის წინააღმდეგ და ამ ფონზე მიდი და მიიღე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. როგორ უნდა შეხედო ან საკუთარ ხალხს თვალებში, ან თანამეგობრობას, რომელიც შენ გვერდში დგას და ამდენ პრობლემას იქნის. რა პრობლემა აქვს ამერიკას და ევროპას? დახუჭავდა თვალს. აგერ ალიევი და იმისული პრეზიდენტ და ვიცე-პრეზიდენტები არიან. თვალები ხოლეს დახუჭული, შეგუებული არიან, რომ იქ სიტუაცია არ შეიცვლება. მაგრამ ჩვენ გვცნობენ თავის თანატოლად, თავისი ცივილიზაციის ნაწილად და ვერაუტანიათ რომ აქ დიქტატორი გვიზის, რომელიც თავს უსუნთრებს ჩვენ შვილებს და პოლიტპატიმრებით გაავსოთ. ბატონო შალვა, არ მიპასუხეთ შეკითხვაზე, იყო თუ არა კომუნიკაცია სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის პლატფორმიდან თქვენი მისამართით, ასევე ბურჭულაძის მხრიდან თქვენ ეხლა მე არ მინდა თუ აი როგორ მოხდა ეს მაინც სახელმწიფო ტელევიზია დითვლება თქვენ და პატივისცემის მიუხედავად და არ მინდა რომ აი ამ არ გეთანხმებით ამ საკითხში და ნამდვილად თქვენ არ გეხებათ პირადად არა როგორ არ მინდა რომ რა თქმა უნდა როდესაც მე არ მინდა რომ ამ არხიდან ასე ვთქვათ ვინც ოპოზიციას უწოდებს თავს მათ წინამდე რამე გალაშქრება გავაკეთო ამას ვაკეთებ სოციალური ქსელებით ამას ვაკეთებ თუ თავიანთ ტელევიზიებში მიმიწვევენ რაც ტევ პირველში არ მაგიცა ხაზარაძემ აი იმ არხებით ამიტომ არ მინდა რომ ეხლა ვიღაცამ დამაბრალოს რომ ოპოზიციის წინამდებ მუშაობს. ერთი რამე მინდა ძანდებით ნეიტრალურ პლატფორმაზე, ნეიტრალურ ტელევიზიაში. რატომ არ შეიძლება რომ კონკრეტულად გნებავთ განცხადება? როგორ და ნეიტრალური გაქანებული სახელმწიფო ტელევიზია და ამაზე გული მწყდება და მე მინდა რომ ეს დაფინანსება თქვენზე ნაწილდებოდეს. თანაბრად მინდა რომ ეს ტელევიზია იყოს დამოუკიდებელი, რომელზეც იქნება გაშუქებული ყველა აზრი, რომელიც გეტყვით მაგალითებს საქართველოს დაიცალა ხალხი არ პასუხობ ბატონო შალვა. ერთი წუთი მაბატიეთ. საქართველოს დაიცალა. იცით თქვენ თუ არა რომ 1.300.000 დავრჩით და ქართველები ეროვნული უმცირესობა ვართ აქ. ასე თუ გაგრძელდა ყველაფერზე ბატონო შალვა და თქვენ ხედავთ. იცით თქვენ თუ არა რომ ამ ფონზე გააშუქა ამ ტელევიზიამ, ამ ფონზე ყობახიძემ ახალი განკარგულება გამოსცა და 200 მილიონიან პაკისტანს, 30 მილიონიან ავღანისტანს, 200 მილიონიან ნიგერიას, თელ არაბეთს მისა უფალ უვიზო შემოსulis არ არის სწორი ინფორმაცია ბატონო შალვა.
ბატონო შავა წინა გადაცემაში მყავდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე რომელმაც ღიადი საუბრა იმ შედარებით ქვეყანაზე ბატონო შავა აი ამ თემებს უნდა აშუქებდეთ ეს თემები გავაშუქე და წინა გადაცემაში მყავდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უკაცრავად ფერო გააშუქეთ კარგია იმ არასწორი არის ინფორმაცია რომ თვითონ ქვეყანას გაუხსნა უვიზო მიმოსვლა ბატონო შავა სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ მაგრამ ვერ მოვისმინე პასუხები არა ძალიან ცოტა ხნით ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული მეგობრებო ინახება არაბულ ბანკებში ალბათ როგორ დადიან იქ სასეირნოთ ხო ბატონო შავა არ მინდა რომ გაგაწყვეტინოთ აპატიეთ უხერხულად ამოიწურა ჩვენი არაბული სამყაროს მოთხოვნა იყო რომ უვიზო შემოსულიყვნენ არაბებიც და ვინც მასთან უვიზო შედის ყველა ამათმა დაუკმაყოფილეს ეგ მოაწერა კობახიძემ ხელი და ეხლა გამოდის ის უპასუხისმგებლო მინისტრის მოადგილე არ არის სწორი ინფორმაცია არ არის სწორი ინფორმაცია დადგენილებაში შევიდა არ არის სწორი ინფორმაცია ბატონო შავა თუ გნებავთ მე შემიძლია გადაცემის შემდეგ ესაუბროთ ამაზე კიდევ უფრო ვრცალად 17 ქვეყანასთან დაკავშირებით უვიზო არ არის ავღანი და პაკისტანი არ არის სწორი უვიზო ჩემოდიოდა გარკვეული პერიოდის წინ და ეს სხვა თემა არის ბატონო შავა ის შეიძლება პირიქით შეზღუდვები არის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით მაგრამ თქვენ დღეს იყავით აქ მოწვეული ლეიბორისტული პარტიის პერსპექტივასთან დაკავშირებით სასაუბროთ ვერ მოვისმინეთ თქვენი პასუხები ბატონო შავა ვერ მოვისმინეთ თქვენი პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე სამომავლოდ გადავდოთ სამუშაოდ ძალად ბატონო შავა ძალიან დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ ამიტომ ყველანი გარეთ უნდა დაგემშვიდობოთ გადავსებული ყოველდღე განსაკუთრებით 26 მაისს ხელისუფლება უნდა დავამთავროს დაკავშირებითაც ვერ მოვასწარებ ხელისუფლება ჩვენ გვერდში ამ საქმეში და აი ამ ტელევიზიასაც მიეცემა საშუალება რომ სრულად სრულად დამოუკიდებელ რეჟიმში მუშაობს ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი ასრულებდა თუ შეიძლება ასე იყოს ხელისუფლების კრიტიკას ვიწყებ იმ წუთში თქვენ გეწყებათ კანტალი ძალიან ბევრი შეკითხვა მინდოდა დამისვა თქვენს პერსპექტივასთან დაკავშირებით გეგმებთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ დროებით გემშვიდობებით რა თქმა უნდა არ გეთანხმებით ამ შეფასებაში მადლობა კიდევ ერთხელ მაგრამ ჩემი ხელისუფლება შეუპირდეთ საქმე მთავრდება კარგად ბრძანდებოდეთ საქართველოს გაიყრება ამ რეჟიმს აუცილებლად ძალიან მადლობა დიდი მადლობა სტუმრობისთვის